ქართული სატელევიზიო სივრცე ამჟამად წლების უნახავი ძველი ნაცნობივითაა. ყოველდღიურობად ქცეული გადაცემების დახურვა გადაადგილებით თუ ახალი პროექტების გაჩენით ამ უკანასკნელმა ჯერჯერობით საბოლოო სახე ვერ მიიღო. სამაგიეროდ სიახლეები ბლომად გვაქვს და მათ უმეტესობაში ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახეები გვევლინებიან. საზოგადოებრივ მაუწყებელზე წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ პროექტი, რომელსაც უკვე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ვახოს ანაიას ეკუთვნის. რადიკალური სიახლე არის ის, რომ უკვე გავიდა ჩვენი პირველი გადაცემა იმედის ეთერში, ღია ეთერი, დიდი ток-შოუ, პარასკევს ვიყავით და ყოველ პარასკევს ვიქნებით. ეს არის რადიკალურიც და არარადიკალურიც, რაც ახლა ხდება პროფესიული თვალსაზრისით. ასევე რადიო იმედში ვიწყებ ახალ გადაცემას. და მოკლედ ამ ამბებში ვარ ჩართული რა და ყოველ პარასკევს შეგიძლიათ გადმორთოთ 10 საათზე იმედზე და გვიყუროთ. ძველი ქართველი ტელესახეებიდან ბევრი პოლიტიკაში და ბევრიც ფრონტის ხაზიდან მყუდრო სტუდიაში გადასახლებული გვინახავს. ვახო ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია მათ შორის, ვინც წლების განმავლობაში თავის კურსს არამც და არამც არ იცვლის. მე ვფიქრობ, რომ ეს თავიდანვე განსაზღვრული იყო ჩემთვის. რომ მე პოლიტიკური მიმართულების ჟურნალისტი ვიქნებოდი, პოლიტიკა არის ის, რაც მე ყველაზე მეტად მაინტერესებს, ამიტომ გასართობ გადაცემებს არ ვაფილებ ნამდვილად, თუმცა ვფიქრობ, რომ რა სფეროშიც არ უნდა მუშაობდე ჟურნალისტი, მაგალითად საზოგადოებრივი პოლიტიკური მიმართულებით მუშაობ, ხო? ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმას, რასაც ჩვენ უწოდებთ კულტურას, რასაც უწოდებთ სპორტს, ეს არ მაინტერესებს. ჟურნალისტი კარიერული სიახლეებით რადიო ფორტუნა პლუს სტუმრად გიგასთან ეწვია. გულახდილი საუბრისას ვახო მის იცახსენა, რომ ახალი გადაცემით ოცნება აისროლა. ბევრი ოცნება მაქვს და მიზანი ერთი და მთავარი ალბათ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ძალიან მოკლე დისტანციაზე რასაც ვფიქრობ, არის ის, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად წარმატებული იყოს ის ფორმატი, რომელიც ახლა ზუსტად ეს არის, რაც მინდოდა ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე. და ეს შესაძლებლობა მაქვს, რომ მაყურებელსაც, საკუთარ თავსაც და ყველას დავანახო, რომ ძალიან მაგარი იქნება ჩემი გადაცემა. აი რადიო ფორტუნას კი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ტელეწამყვანი ესტუმრა. ბოლო პერიოდში მაესტროდან მეცხრეზე გადაბარგებული ეკაბერიძე ток-შოუს მთავარი კითხვის წამყვანია. გაძაბული პოლიტიკური ვითარება, რომელიც ქართულ ჟურნალისტიკაზეც საკმაოდ მკვეთრად აისახა, მოდუნების საშუალებას არავის გვაძლევს. და ლამის უკვე იმის დამახსოვრებაც გაგვიჭირდეს, რომელი ტელესახე რომელ არხს ეკუთვნის. მე ჩემი ჟურნალისტური ბიოგრაფია ისე აიწყო, რომ მუდმივად საინტერესო ვითარებებში მიწევდა ხოლმე მუშაობა, ამიტომაც ავირჩიე ეს პროფესიას. არის ისეთი დღეები, როდესაც ინფორმაციას ვერ აუდივარ, იმდენად დიდი ნაკადი მოდის, ხშირად არის მაგალითად, რომ დილით ვიბარებ ვიღაცა სტუმარს რაღაც კონკრეტულ თემაზე და საღამოსთვის შეიძლება საერთოდ ამოყირავებული იყოს სურათი. სხვათა შორის მაესტროსა და მეცხრე არხის გაერთიანების თაობაზე გავრცელებული კულუარული ინფორმაცია უარხო. და ისიც გულწრფელად გაგვიმხილა, რომ მისი მეცხრე არხზე გადაბარგება ამ უკანასკნელის მიმართ გამოჩენილი, ასე ვთქვათ, დედური მზრუნველობის მაგალითია. არა, ეგ გამორიცხულია, ნამდვილად ვიცი, რომ გამორიცხულია. მე არ ვიცი რა ბედი ეწევა მეცხრე არხს, ეს არ არის ჯერ გადაწყვეტილი, მაგრამ მაესტროს და მეცხრე არხის გაერთიანება ნამდვილად გამორიცხულია. პირველი მიზეზი იყო ის, რომ ჩემი მეუღლე იყო მეცხრე არხზე დირექტორი, იქ იყო აშკარად კადრების ნაკლებობა, მაესტროს უკვე ჰქონდა კარგი რეიტინგი, არ ჰქონდა არანაირი პრობლემა, ანუ მე იქ ვიმუშავდი თუ არ ვიმუშავდი, ამით არხს დიდად მე მგონი აღარაფერი დააკლდებოდა. შესაბამისად მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მეცხრე არხს მივხმარებოდი, იმიტომ რომ ეს იყო არხი, რომელსაც ჰქონდა ძალიან ცოტა დრო იმისთვის, რომ დამდგარიყო ფეხზე. მოკლედ სატელევიზიო გადანაცვლებები გრძელდება. საქმე კი უკვე იქამდე მიდის, რომ წამყვანების არხთან ასოცირება რთული საქმე ხდება. ხომ იცით ბედი საიდან სად წაგიყვანთ, არავინ იცის.